სწორედ ძალეთ. მინისტრი როგორია თავის სამწუხაროდ. და სრულად არაკომპეტენტურია, როგორც მის წინამორბედი აზარაშვილიც. აბსოლუტურად ერთნაირები არიან, ეს კიდევ შეიძლება უარესი. არ შეიძლება ისეთმა ადამიანებმა იმჟელონ ჯანდაცვაზე, მით უმეტეს ბავშვების ჯანმრთელობაზე, მათ კეთილდღეობაზე. ისეთი რაღაცა თქვა, რომ ეს მედიკამენტები ხო არ აჯანმრთელებს, უკაცრავად, არც ინსულინი არ აჯანმრთელებს. უბრალოდ ჭირდება ადამიანებს. ნუ ვიყიდით, რატომ ყიდულობთ მაშინ ყველაზე ძვირიან და კარგ ინსულინებს. ვიქნოთ ერთ-ერთი აზიური ქვეყნის ინსულინები, მაინც ხო არ აჯანმრთელებს. ესეთი დამოკიდებულება მით უმეტეს მშობლებთან. მშობელი რომელიც შეიძლება ყოველდღე ელოდება, რომ მისი შვილის სიცოცხლე შეიძლება დამთავრდეს. ხო წარმოგიდგენია ამორალობის დონე ამ ადამიანის, რომელიც მართლა არაფერი არის მე არ დამავიწყდება მაგ ადამიანის, ზუსტად ეს მინისტრი ეგრეთ წოდებული, როდესაც კიდევ იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მაშინ აქონდროპლაზიაზე ბავშვების მედიკამენტზე იყო საუბარი. მშობლებს არ შეხვდა. დიახაც ეს ადამიანი არ შეხვდა. მახსოვს ის და მაშინ დაუდექით ჩვენ მშობლებს და მშობლებმა ბევრი საქმე გააკეთეს. შემოვიტანეთ ეს მედიკამენტი და ეს მედიკამენტი მუშაობს. მაშინდელი მინისტრი და განსაკუთრებით მისი მოადგილე რო არის ციხეში როდის კორუფციის გამო ახლა ბატონი ღუდუშაური იცით მე სახელმწიფო ფული როგორ დავხარჯაო იმაზე რაც არ ვიციო თორემ სახელმწიფოს და ბავშვებს უბრალოდ მაგი პარავდა ფულს აი ეს იყო სრულად არაკომპეტენტური მის ადგილზე ოდნავ მოყვარეობა თუ აქ ადამიანს უნდა გადა აი აქ ჩვენ რა თქმა უნდა ხა სარჟოლაძეზე როგორც ერთადერთ პირზე ვერ ვისაუბრებთ ვინაიდან ამ ფორმირების ოცნების მთავრობაში რა თქმა უნდა გადაწყვეტილების მიმღები პირები ესეთ საკითხებზე არ არიან მინისტრები ის არ არის ერთადერთი პირი პირდაპირ კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა მშობელთა ეს წრევინც აპროტესტებს მას არ შეხვდა მათ არ შეხვდა კობახიძე რა თქმა უნდა ივანიშვილის ყურამდე მიდის ეს საკითხები მისთვის ეს არ არის პრიორიტეტული მსგავსი საკითხები არ არის პრიორიტეტული ეს არის ოცნების არახუმანური სახე მთლიანად. თუმცა მოდით რომ დაუბრუნდეთ არგუმენტებს ეგრეთ წოდებულს, რომელიც სარჯოლაძემ წარმოადგინა გვერდითი მოვლენების შესახებ, მაშინ როდესაც კონკრეტული მედიკამენტები მას არ დაუსახელებიან, ამ გვერდითი მოვლენების აღწერილობა რა პერიოდის იყო, ასევე ფასებთან დაკავშირებით, რა ტიპის არგუმენტებია ეს, რამდენად შეიძლება მასში იყოს რაიმე რაციონალური. ყველაზე დიდი რასაკვირველს დიდი ფასი ეს არის ადამიანის სიცოცხლე, განსაკუთრებით ბავშვის სიცოცხლე. რა არგუმენტებზე ვსაუბრობ? მედიკამენტი, რომელსაც გვერდითი მოვლენა არ ახლავს, ეს მედიკამენტი არ არის. ვალერიანის წვეთია, კატაბალახას წვეთებსაც კი აქვს თავის გვერდითი მოვლენები. ეს მოვლენა აქედან გამომდინარე არ შეიძლება ესე მსჯელობა. აი კაი დღეს არ ვიყიდი და ხვალ ვიყიდი. ეს ხო არის ფეხსაცმელი. დღეს რო არ ვიყიდე და მოდაშია და ხვალ გადავა მოდიდან და უფრო იაფი არ. აქ ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. იშვიათი დაავადებები ხდება იშვიათი. ამიტომ ესეთი დაავადებების მკურნალობა ღირს ძვირი. და სახელმწიფომ საბოლოოდ ყველა იშვიათი დაავადების მკურნალობა თავის თავზე უნდა აიღოს. ერთი პაციენტიც რო ყავდეს ამ დაავადებით დასნეულებული, მაინც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი. რა ფასებზე ვსაუბრობ? ფასები ყველა ქვეყანამ დაიწყო, ევროპულმა ქვეყანებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, დაიწყო მოლაპარაკება. ბევრ ქვეყანაში უკვე შედის ეს მედიკამენტი. მოლაპარაკება ის მედიკამენტის ფასი რაც დევს, ის არ არის საბოლოო ფასი. როცა სახელმწიფო ესაუბრება, როცა გარანტიები აქვს სახელმწიფოსგან, სულ სხვა ფასებზეა საუბარი. 40 მილიონზე ვსაუბრობ, რაც შეიძლება დაჯდეს. 40 მილიონი მარტო ყოფილ პრემიერ-მინისტრს უჯრაში უპოვეს თანხები და ძვირფასეულობა. რაზე ვსაუბრობთ? რა თანხებზე? არაფერი. იტალიელებს აქვს ფათაშორის კარგი ესეთი იტალიის სახელმწიფოს რომ ესაუბრება მწარმოებლებს, მომწოდებლებს ეუბნება, იმუშავებს მედიკამენტი, თანხას გადაგიხდით. არ იმუშავებს, არ გადაგიხდით. მაგრამ აი უბრუნდებით თემას, რატო არ უნდა შევხვდეთ ამ მშობლებს? შეიძლება ყოველდღიური შეხვედრაც უნდა გქონდეს. საერთოდ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების, ქრონიკული დაავადებით დასნეული ადამიანების გარეშე მათ მკურნალობაზე, მათ კეთილდღეობაზე, მათ რეაბილიტაციაზე საკითხი არ უნდა წყდებოდეს. და არ უნდა წყდებოდეს ვიღაცის კაბინეტებში. მით უმეტეს ისეთ არაკომპეტენტურ დაწესებულებაში, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო. ვინა გიორგი საგარეიშვილმა აგრონომმა უნდა გადაწყვეტოს, მინისტრის მოადგილე რო არის, მან უნდა გადაწყვეტოს თუ რომელმა მოადგილე. სწორედ ძალიან პრემიერ-მინისტრის კი ბიზნეს დონეზე წყდება და მაგრამ მაინც ვინ მუშაობს ჯანდა, ვინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. აი 4 მოადგილემ, რომელიც მართლა
ან უნამუსოები არიან, ან რეალურად არაფერი არ იციან. აი ამაზეა საუბარი, რომ კიდევ გავიმეორებ, იშვიათად დაავადები ხდება იშვიათად, მათი მკურნალობა ღირს ძალიან ძვირი და ამიტომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ეს დაავადების დაფიქსირება. აი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე, ჩვენ არ გვაქვს ვრცელი ფორმატი, ამიტომ ეს ჩემი ბოლო კითხვა იქნება. მოდით აი რეკომენდაციის თვალსაზრისით თქვენ ნამუშევარი ხართ ამ სისტემაში, თქვენ ერკვევით ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტში. მე მაინტერესებს თქვენ თქვენს ხელთ რომ იყოს ახლა ეს ამბავი. რა ეტაპებია, რა ვადაში შესაძლო გასავლელი, რა არის რეალისტური ახლა რომ ბავშვებს და მის მშობლებს პასუხისმგებლიანმა და ჰუმანურმა ხელისუფლებამ შესთავაზოს. პირველ რიგში მუდმივი ინფორმაციის მიწოდება. შეიძლება კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ შეხვედრები. რა გავაკეთეთ, როგორ წავიწიეთ. შევაფასოთ, რამდენი ბავშვი გვყავს, რამდენი პაციენტი გვყავს, ვისაც ესეთი მკურნალობა ჭირდება, იმიტომ სხვადასხვა წონა, სხვადასხვა დაავადების გამოვლენა, სხვადასხვა დოზირება ჭირდება, სხვადასხვა მედიკამენტები ჭირდება. აი ამის შეფასება უნდა დაიწყოს და პარალელურად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მომწოდებელ კომპანიებთან. აი ეს ადამიანებმა უნდა დაინახოს, რომ სახელმწიფო რეალურად ზრუნავს მათზე. ეს არის სახელმწიფოს ამოცანა, რომ მე როგორც მშობელს ან როგორც არ მეშინოდეს ხვალინდელი დღის. არ მეშინოდეს და როდესაც არის ამის საშუალება, რომ გაუმჯობესდეს, კიდევ ამბობ, ჩვენ ყველას ვერ მოვარჩევ. თუ არის იმის ერთი შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს მაგეთი მდგომარეობა, ამას უნდა ხედავდეს ადამიანები, უნდა ხედავდეს პაციენტები და მისი ახლობლები. აი ამას გავაკეთებ ყოველდღიური და ინფორმაციის მიწოდება, რას ვაკეთებ ამ მიმართულებით. ეს არის ამჟამად ამ ამოცანა. ერთიდან 3 წლამდე ახანგრძლივებს ხოლმე დეტლამდე მისვლას ესეც კიდევ ერთი დამატებითი ჩემთვის პირადად დამთრგუნველი ინფორმაცია იყო, იმიტომ რომ ერთიდან ძალიან დიდია ვადა 1 საათი და 3 საათის მშობლისთვის. შინდლერის წიაშია გენიალური ფრაზა. სიცოცხლის 1 საათით, ესაც სიცოცხლეა. ეს ისო, ამორალურ ადამიანებს ეს არის. მით უმეტეს როცა ბავშვებზეა საუბარი.